ერთ-ერთ ოჯახში რაღაცა წვეულება იყო და მამამ თავისი პატარა გოგონა, აი დავუშვათ შენ რამდენი წლის ხარ? 10 წლის გოგონა ჩაგზავნა სარდაფში. რაღაც უნდა ამოეტანა. ეს გოგონა ჩავიდა ზემოთ, სტუმრებია, მხიარულობაა და მამა ელოდება ეხლა ამ გოგონას უნდა ამოვიდეს და გოგონა აღარ ამოდის. კარგი ხანი რომ გავიდა, მამა ჩავიდა სარდაფში და უყურებს რომ ეს გოგონა ზის და ტირის. და ეკითხება რა მოხდა, რა დაგემართა, რაზე ნერვიულობ, რაზე ტირი ხარ და ჭერში თურმე იყო ჩამოკიდებული რაღაცა ბასრი იარაღი, ცული იქნებოდა თუ რაღაცა იყო მოკლედ და ეს გოგონა რაზე ნერვიულობს. ახლა მე რო გავიზრდებიო და მე რო შვილი მეყოლებაო. და უშუალოდ ჩვენ სახში რაღაცაზე ემი იქნება მხიარობა. მე რო ბავშვი ჩამოგზავნო სარდაფშიო და ის რო ჩამოვარდეს და დაეცესო. რა უბედურება მოხდება. გესმით რაზე ნერვიულობ და რაც უნდა მომხდარიყო სადღაც არ ვიცით 15-20 წლის შემდეგ. იჯდა და იმ ჯერ არ მომხდარზე ნერვიულობდა. ისე რომ ამის გამო არაფერზე არ უნდა ინერვიულო ესე. უნდა ღმერთს მიანდო, რა იცი იმის მერე რა მოხდება. და თუ რამე სანერვიულო გაქვს და საფიქრალი, ესეც ღმერთთან უნდა მიიტანო ადამიანმა. მოციქული პეტრე ასე ამბობს. ყოველი თქვენი საზრუნავი გაუმხილეთ ღმერთსო. გაუმხილე იმას კი არ ნიშნავს, რომ ახლა მან არ იცის და შენ უნდა უთხრა რა. მაგრამ შენი დამოკიდებულება რომ ღმერთთან მიიტანო, რადგან ის ზრუნავს თქვენს სულებზე. ისე რომ რაღაცა რო გიწის ადამიანს, მიდი ხატებთან, ან შეიძლება ხატებიც არ იყოს გულში, შესთხოვე უფალს. რომელიმე ადამიანზე ნერვიულობ გულში ილოცე მისთვის. და მე აღმომიჩენია ხოლმე ასეთი რამ. დავუშვათ ვიღაცაზე ნერვიულობ, ნეტა როგორ იქნება, რა იქნება, რას გაგა. და გულში ილოცულობ, უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მონახტისა, იტყვია ეს სახელი და ესე გულში იმეორებ ხშირად. და აღმომიჩენია რამხელა იმედი შემოდის. რამხელა იმედი, რატო შემოდის იმედი, იცი? მე კი აღარ ნერვიულობ, ჩემი უძლური ხელებით თუ თავით. არამედ მე იმას მივანდე და ჩავაბარე, ვინც არის ყოვლადწლიერი და ვისაც ყველაზე მეტად უყვარს ის ადამიანი. ანუ ღმერთს ჩავაბარე და უკვე იმედიანად ხარ და აღარ შფოთავ და აღარ ნერვიულობ. მაგრამ თუ ადამიანი თვითონ ცდილობს რაღაც აკეთოს, მაშინ შფოთი შეიძლება გარდაუვალიც კი იყოს.